იყო და არა იყო რა, იყო ერთი გვრიტი. ცხოვრობდა თავისთვის ხეზე, იდგამდა ბუდეს, ჩეკდა ბარტყებს და ზრუნველადაც უვლიდა. ადრე დილიდან მზის ჩასვლამდე შეუსვენებლად დაფრინავდა და შვილებს საზრდოს უზიდავდა. საღამოობით დაღლილ-დაქანცული, მაგრამ ბედნიერი ჩამოჯდებოდა ხოლმე ბუდის გვერდით და მიდამოს ნელი ღუღუნით ატკბობდა. ერთხელაც ბარტყებისთვის საჭმლის საშოვნელად შორს მოუხდა გაფრენა და ბუდეს დიდი ხნით მოშორდა. ერთმა გლეხმა ამით ისარგებლა. ამოსხა ბუდიდან გვრიტის პატარა ბარტყები და შინ წაიყვანა. დაბრუნდა გვრიტის შორეული მოგზაურობიდან და საზრდოც ჭიაღუა და მსუქანი მატლები ბლომად მოიტანა, მაგრამ სადღარიან ბარტყები. ბუდე ცარიელი დახვდა. დაღონდა გვრიტი. ბუდის გვერდით ფრთებ ჩამოყრილი ჩამოჯდა და მწარე დაატირდა. ტირილით გული რომ მოიოხა, ადგა და შვილების საძებნელად წავიდა. ცოტა გზა რომ გაიარა, წინ მამალი შემოხვდა და ჰკითხა: გვრიტო, გვრიტო, სად მიდიხარო? შვილების საძებნელადო. მოდი, მეც შენი მშველელი ვიქნებიო. ძალიან კარგიო, უთხრა გვრიტმა. მშველელი და ამხანაკი კაცს სწორედ გაჭირვების ჟამს უნდაო და გაიყოლა. წავიდნენ ორნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მამალი. იარეს და წინ მახათი შემოეყარათ. გვრიტო, გვრიტო, საით გაგიწევიაო? ჰკითხა მახათმა. შვილების საძებნელადო. ეგ მამალი რაღაც მოგდევსო, ჩემს საშველად მოდისო. მაშ მეც შენი მშველელი ვიქნებიო. ძალიან კარგიო, მიუგო გვრიტმა. შეუერთდა მახათიც და გაუდგნენ გზას სამნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მახათი და მამალი მისდევენ. იარეს და ახლა ფილთაქვა შემოხვდათ. გვრიტო, გვრიტო, საით გაგიწევიაო? ჰკითხა ფილთაქვამ. შვილების საძებნელადო. ეგ მახათი და მამალი რაღაც მოგდევენო, ჩემს საშველად მოდიანო. მაშ მეც შენი მშველელი ვიქნებიო, უთხრა ფილთაქვამ. ძალიან კარგიო. შეუერთდა ფილთაქვაც და წავიდნენ ოთხნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მამალი, მახათი და ფილთაქვა მისდევენ. იარეს და ახლა ვირი შემოხვდათ. გვრიტო, გვრიტო, საით გაგიწევიაო? ჰკითხა ვირმა. შვილების საძებნელადო. ეგ მამალი, მახათი და ფილთაქვა რაღაც მოგდევენო, ჩემს საშველად მოდიანო. მაშინ მეც შენი მშველელი ვიქნებიო. შეუერთდა ვირიც და წავიდნენ ხუთნი. შუაღამისას ერთ პატარა სოფელში შევიდნენ. დაუგდეს ყური და ერთი სახლიდან გვრიტების ღუღუნი გაიგონეს. მივიდნენ სახლთან, შევიდნენ ეზოში და საომრად მოემზადნენ. ვირი სახლის კართან აიტუზა. მახათი ჭუჭრუტანიდან შეძვრა და ბუხრის პირას დაერჭო. გვრიტი, მამალი და ფილთაქვა ბუხრიდან ჩავიდნენ. მამალი ბუხრის თავზე შემოჯდა. ფილთაქვა ნაღვერდალში ჩაეფლო, ხოლო გვრიტი გალიასთან მიფრინდა და ბარტყების გამოხსნას შეუდგა. დედის დანახვაზე ბარტყებმა ერთი ჭყეპინი ატეხეს. ხმაურზე კაცს გამოეღვიძა. წამოვარდა ლოგინიდან და რომ გაიგო სიბნელეში რა ხდებოდა, ბუხართან ცეცხლის ასანთებად მივიდა. გაჩხრიკა თუ არა ნაღვერდალი, ფილთაქვა გასკდა და ნაცარი თვალებში შეეყარა. კაცს შეეშინდა, უკან დაიხია და ფეხში ახლა მახათი შეერჭო. ამ დროს მაღლიდან მამალმაც დაჰყივლა. კაცს შეეშინდა და გულგახეთქილი გარეთ გავარდა. კარებთან ვირი დახვდა და გვერდებში ისეთი წიხლი უტყუპა, რომ სამი ყირა გადაატარა. ამასობაში გვრიტმა გალია გახსნა, გამოიყვანა თავისი ბარტყები, შეისხა ფრთებზე და გახარებულმა ბუდისკენ გააფრინა. ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, ფქვილი აქა. დიდ მინდორზე ერთმანეთს შეხვდნენ კურდღელი და კუ. საით მეიჩქარი ძმობილო? დაცინვით კითხა კურდღელმა. აი იქ გორაკი რომ მოსჩანს, ანიშნა კუმ მინდვრის ბოლოზე. ასე მითხრეს, გემრიელი საკვები იშოვებაო. თუ გინდა ერთად წავიდეთ. კურდღელმა ჩაიცინა და უთხრა: შენთან სიარული არ მარგებს, სანამ შენი მგორაკამდე მეხვალ, მე კიდეც შევჭამ და ჩემს სოროშიც დავბრუნდები. დავნაძლევდეთ თუ ასე არ იქნებაო, თქვა და გაიქცა. შუა მინდორში იყო, როცა თავისი მეგობარი კურდღელი დაინახა. გაუხარდა მასთან შეხვედრა და გადაწყვიტა: მოდი ჯერ ამ ჩემს მობილთან წავითამაშებ და მერე გავსწევ გორაკისაკენ. სულ ერთია, იმ კუს მაინც მივასწრებ. დაიწყო მეგობართან ერთად ნავარდი. ბოლოს თამაშით რომ გული იჯერა, დაემშვიდობა და თავის გზას გაუდგა. ჯერ კიდევ შორს იყო გორაკისაკენ, როცა მინდორზე ერთი ბუჩქი დაინახა და გაიფიქრა: ბევრი ვიხტუნავე. ამ ბუჩქის ჩრდილ ქვეშ ცოტა ხნით დავისვენებ და გზას შემდეგ განვაგრძობ. იმ კუს მაინც მივასწრებო. ასეც მოიქცა. შეძვრა ბუჩქში, გაწვა მიწაზე და დაღლილს მალევე ჩაეძინა. სანამ კურდღელს ეძინა, კუ თავის გზას განაგრძობდა. მიათრევდა მძიმე სხეულს,
უძნელდებოდა სიარული, მაგრამ მაინც არსად შეჩერებულა და ნაბიჯი არ შეუნელებია. გამოიღვიძა თუ არა კურდღელმა, ცქვიტად წამოხდა და გორაკისკენ გაეშურა. მეხტუნაობს და კმაყოფილი ფიქრობს. მეგობართან ხალისიანად გავატარე დრო. წავიძინე კიდეც. ახლა იმ კუზე ადრე მაინც მივალ. მიაღწია კურდღელმა გორაკს და რას ხედავს. კუ უკვე იქაა. ბალახი შეუჭამია და გამობრუნებასაც აპირებს. ეს როგორ მოხდა რომ ჩემზე ადრე მოხვედი? გაიკვირვა კურდღელმა. ახლა კუმ გადახედა დაცინვით და უპასუხა. შენი მარდი ფეხების იმედი გქონდა, ხოლო ის კი დაგავიწყდა რომ სიზარმაცეს და უდარდელობას ყოველთვის გაუსწრებს გარჯა და მოთმინება. მიბრძანდი, მიირთვი ბალახი, მე კი უნდა წავიდე, მეჩქარება, შინ დროით მინდა დაუბრუნდე. წისქვილი, ვირი და კატა. აი მთელიავლადიდება, რაც ერთმა მეწისქვილემ თავის სამ ვაჟს დაუტოვა. უფროს წისქვილი ერგო, საშუალოს ვირი, უმცროსს კი მხოლოდ კატა მიაკუთვნეს. უმცროსი ვაჟი ძალიან დაღონდა, ასე მცირე მემკვიდრეობა რომ შეხვდა. კატამ კი უთხრა: ნუ დაღონდები ჩემო ბატონო, მხოლოდ ერთი ჩანთა მომეცი და ერთი წყვილი ჩექმაც მიშოვნე ბუჩქნარში სასიარულოდ. დარწმუნდები რომ არც ისე მცირე წილი შეგხვედრია. ეს სიტყვები კატის პატრონისთვის ვერაფერი ნუგეში იყო, თუმცა ბევრჯერ უნახავს რა მოხერხებულად იჭერდა კატა თაგვებსა და ვირთაგვებს. როგორ დაეკიდებოდა ხოლმე თათებზე, ან დაიმალებოდა ფქვილში და თავს მოიმკვდარუნებდა. ამიტომ ამ გაჭირვებიდან თავის დახსნის იმედი საბოლოოდ არ გადაუწურავს. კატამ, როდესაც ყველაფერი რაც სურდა მიიღო, ჩაიცვა ჩექმა, ჩანთაკისერზე ჩამოიკიდა, წინა თათები თასმებს მოჰკიდა და წავიდა ნაკრძალში, სადაც ბევრი ბაჭია ეგულებოდა. ჩანთაში ქატო და კომპოსტო ჩაყარა და თავი მოიმკვდარუნა. აქაო და ერთი სულელი ბაჭია მაინც შეძურება ჩანთაში ქატოსა და კომპოსტოს შესაჭმელადო. კატამ ვერც კი მოასწრო თავის მომკვდარუნება, რომ ერთი ცანცარა ბაჭია ყელის ჩასაკოკლოზინებლად ჩანთაში შეძურა. მოხერხებულმა კატამ ჩანთას თასმები მყისვე მოკაჩა და ბაჭია დაიჭირა. ნადავლით დატვირთული ამაყად ეახლა მეფეს და ნახვის ნებას თხოვა. კატა მისი უდიდებულესობის დარბაზში შეიყვანეს. მან მეფეს თავი მდაბლად დაუკრა და მოახსენა. ხელმწიფევ, ეს ბაჭია ნაკრძალში მოვინადირე. ბატონ მარკის დე კარაბამ ეს სახელი კატამ იქვე მოუგონა თავის ბატონს, დამავალა, მისი სახელით თქვენთვის მომერთმიაო. შენს ბატონს მოახსენე, მიუგო მეფემ, რომ მადლობას ვუხდი ასეთი ძღვენისთვის. მეორედ კატა ყანაში ჩასაფრთა. ჩანთა გახსნა და როცა შიგ ორი გნოლი შეგოგმანდა, თასმები მოსწია და ორივე დაიჭირა. შემდეგ ისევ მეფეს ეახლა და ფრინველები მიართვა. მეფემ ახლად სიხარულით მიიღო გნოლები და კატა ფულით დაასაჩუქრა. 2 თუ 3 თვე კატას დროდადრო მეფისთვის თავისი ბატონის სახელით ნანადირები მიჰქონდა. ერთ დღეს გაიგო, რომ მეფე და მისი ულამაზესი ქალიშვილი დინარის პირას აპირებენ გასეირნებასო და თავის ბატონს მოახსენა. ბატონო, თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებთ, თქვენს ბედს ძაღლი არ დაჰყებს. ახლავე მდინარეზე წადით და იქიბანავეთ, სადაც გეტყვით. დანარჩენი მე ვიცი და ჩემა ბიჭობა. მარკის დე კარაბა ისე მოიქცა, როგორც კატა მურჩია, თუმცა არც კი იცოდა, რა სიკეთეს მოუტანდა ეს ბანაობა. სწორედ იმ დროს, როცა მარკიზმა წყალში შეცურა, მეფემ ჩაიარა. კატამ კი რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ყვირილი მორთო. მიშველეთ, ბატონი მარკის დე კარაბა იხრჩობაო. ამ ყვირილზე მეფე მეტლიდან თავი გამოყო. იცნო კატა, ასე ხშირად რომ ასაჩუქრებდა ნანადირებით და თავის მცველებს უბრძანა, საჩქაროდ გასწიეთ ბატონი მარკის დე კარაბას საშველადო. ვიდრე საბრალო მარკის მდინარიდან ამოიყვანდნენ, კატა ეტლთან მივიდა და მეფეს მოახსენა. სანამ ბატონი ბანაობდა, ქურდებმა მისი ტანსაცმელი მოიპარეს, თუმცა რაც ძალი და ღონე მქონდა უყვიროდიო. თურმე იმ ცუღლუց ტანსაცმელი ერთი დიდი ლოდის ქვეშ ამოედო. მეფემ თავის მოლარეთ უხუცეს უბრძანა, ბატონ მარკის დე კარაბას ჩემი გარდერობიდან საუკეთესო ტანსაცმელი მიართვითო. მეფემ მარკიზი დიდი ამბით მიიღო. ლამაზმა ტანსაცმელმა ახლა რომ მოართვეს, უფრო მეტად დაამშვენა. ის ხომ ისედაც ლამაზი და ახოვანი ჭაბუკი იყო. მეფის ასულს ახალგაზრდა მარკიზი ძალიან მოეწონა. მეფემ მარკის დე კარაბასთან ერთად ეტლით გასეირნება მოისურვა. გახარებული კატა, აქაო და განზრახვა მისრულდებაო, წინ გაიქცა და იმ გლეხებს, რომლებიც მინდორს თიბავდნენ, უთხრა: კეთილო მთიბავებო, თუ ახლა მეფეს არ ეტყვით, რომ ეს სათიბები ბატონ მარკის დე კარაბას ეკუთვნის, საკუპატე ხორცივით გაგხდიანო. მეფემ ჰკითხა მთიბავებს, ვის ეკუთვნის ეს მინდვრებიო? ბატონ მარკის დე კარაბას, ერთხმად უპასუხეს, რადგან კატის მუქარამ ცოტა არ იყოს შეაშინა ისინი. დიდებული მამული გქონიათ, უთხრა მეფემ
მარკიზ დე კარაბას. როგორც ხედავთ, ხელმწიფებ მიუგო მარკიზმა ამ მინდორზე ყოველ წელს აუარებელ ბალახს ვთიბავ. მოხერხებული კატა ისევ წინ გაიქცა და ახლა ყანის მკელებს უთხრა: "კეთილო ყანის მკელებო, თუ თქვენ არ იტყვით, რომ ეს ყანები ბატონ მარკიზ დე კარაბას ეკუთვნის, საკუპატე ხორცივით გაგხდიან." ცოტა ხანში მეფემ ჩაიარა და იკითხა: "ვის ეკუთვნის ეს ყანებიო?" "ბატონ მარკიზ დე კარაბას", უპასუხეს გლეხებმა. მეფესაც და მარკიზსაც დიდად ესიამოვნათ ეს პასუხი. კატა ეტლის წინ მირბოდა და ერთსა და იმავეს ეუბნებოდა ყველას, ვისაც კი გზაზე ხვდებოდა. მეფეს ძლიერ უყვირდა, ბატონ მარკიზ დე კარაბას რამდენი ქონება ჰქონიაო. ბოლოს ეშმაკი კატა ერთ მშვენიერ ციხესიმაგრეს მიადგა, რომლის პატრონი კაციჭამია დევი გახლდათ. იმის თანამდიდარი მებატონე იმ არემარეში არ მოიძებნებოდა. ყველა მიწა, რომელიც მეფემ გაიარა, სწორედ მისი სამკვიდრო და სამფლობელო გახდათ. კატამ გულდასმით გამოჰკითხა, ვინ იყო ეს დევი, ან რისი გაკეთება იცოდა და ნახვის ნება ითხოვა. შეუთვალა, არ მინდოდა ახლოს ჩამევლო ამ ციხე დარბაზისთვის და თქვენთვის პატივი არ მეცაო. მასპინძელმა კატა თავაზიანად მიიღო. ამბობენ, თქვა კატამ, რომ თქვენ შეგიძლიათ ყველანაირი ცხოველის სახე მიიღოთ, მაგალითად სპილოდ ან ლომად გადაიქცეთ. მართალია, უპასუხა დევმა, რომ დაგარწმუნოთ, ახლავე თქვენ თვალწინ ლომად გადავიქცევი. კატა ლომის დანახვა მისე შეაშინა, რომ ყისვე სახურავზე აძვრა. ცოტა ხნის შემდეგ რა დაინახა, რომ დევმა პირვანდელი სახე დაიბრუნა, ძირს ჩამოვიდა და გამოუტყდა: დიდი შიში ვჭამეო. იმასაც ამბობენ, თქვა კატამ, თუმცა ამას ვერ დავიჯერებ, რომ თქვენ შეგეძლიათ პატარა ცხოველის სახე მიიღოთ, მაგალითად თაგვად გადაიქცეთ. გარწმუნებთ, მე სრულიად შეუძლებელი მგონია. არ გჯერათ? წამოიძახა დევმა. ახლავე გაჩვენებთ. იმავე წუთში თაგვად გადაიქცა და იატაკზე დაიწყო სირბილი. კატამ ეს დაინახა თუ არა, ყისვე ეცა და გადაყლაპა. ამ დროს მეფემ გზიდან დევის მშვენიერი ციხე-დარბაზი შეამჩნია და შესვლა ისურვა. კატას ეტლის ხმაური რომ მოესმა, შესახვედრად გაიქცა და მეფეს მოახსენა: "თქვენო უდიდებულესობავ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონი მარკიზ დე კარაბას სასახლეში." "როგორ, ბატონო მარკიზო?" შესძახა მეფემ. "ეს ციხე-დარბაზიც თქვენია? ამ ეზოპალატებზე უკეთეს კაცის თვალი ვერაფერს ნახავს. შევიდეთ შიგნით, თუ თქვენი ნება იქნება." მარკიზმა მეფის ასულს ხელი გაუწოდა და წინმიმავალ მეფეს გაჰყვა. ისინი ერთ დიდ დარბაზში შევიდნენ, სადაც საუცხოო სუფრა იყო გაშლილი. თურმე იმ დღეს დევის მეგობრები უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ რომ გაეგოთ მეფე იქ არისო, გალავანში შესვლა ვეღარ გაებედათ. მეფე აღტაცებული იყო მარკიზ დე კარაბას დახვეწილი მანერებით. როგორც კი მან რამდენიმე თასი გამოცალა, მარკიზს მიმართა: "ბატონო მარკიზო, საქმე თქვენზე გაჰკიდია. გსურთ თუ არა ჩემი სიძე გახდეთ." მარკიზმა მოწიწებით მადლობა გადაუხადა ამ დიდი პატივისთვის და იმავე დღეს მეფის ასული შეირთო. კატა კი დარბაისელი კარისკაცი გახდა და იმ დღიდან თაგვებს მხოლოდ გასართობადღა დასდევდა.